სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. დღეს რომ საქართველოს მოქალაქეებს ნდობა არ აქვს არც ერთი სამართალდამცავი უწყების მიმართ და არც უსაფრთხოების სამსახურის მიმართ, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მსგავსი განცხადებებზე შეფასებების კეთება უწევს საქართველოს მოქალაქეებს მტკიცებულებების გარეშე. და მაშინ დავიჯერებთ, რომ ეს განცხადება არის სიმართლე, როცა ამის შესახებ მტკიცებულებები ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თუ მტკიცებულებები დადასტურდება, რომ მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება და მსგავსი ინფორმაცია აზიანებს, მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა დავითანხმებით ამ პოზიციას. თუ არ გავრცელდება და არ ახსნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მტკიცებულებებით, რომ ასეთი ფაქტები ხდება, მაშინ არ დავითანხმებით. მიზანი არის მარტივი. მაქსიმალურად დაზიანდეს ქვეყანა, რომ არც ტურისტი შემოვიდეს, არც ინვესტიცია ჩაიდოს, არც ეკონომიკა განვითარდეს, რაც საბოლოო ჯამში, რასაც ისევ ხელები უნდა მოითმონ აი ამ პოლიტიკურ რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა. აი ეს არის მთელი ანატომია აი ამ პროცესის. კარგია, რომ გამოძიება დაიწყო. მე იმედია, უბრალოდ გამოძიება კი არ იქნება და უბრალოდ იდენტიფიცირებული კი არ იქნება, არამედ ბოლომდე მიყვება სახელმწიფო. რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს აკაუნტები არის საქართველოს გარეთ არსებული სოციალური ქსელებიდან მართული, ამიტომ რამდენად შესაძლებელია ეს დეტალები არ ვიცი სამართლებრივად, მაგრამ იმედია, რომ მოხდება ყველას იდენტიფიცირება და საზოგადოებისთვის კონკრეტული სახელგვარების წარდგენა და პასუხისმგებლობის დაყენება.